დადო რამდენიმე სააგენტომ ეს ინფორმაცია თუ რამდენი ბაზა აქვს რუსეთს არქტიკაზე. და ანუ რო შევხედოთ გლობუსს, ხო, დედამიწას. ძალიან ახლოს არიან ეს არქტიკული ბაზები, გრენლანდია, ნორვეგია მაგალითად და კანადა და ეს ნორდიკული სახელმწიფოები მათ შორის. და მათ შორის ალასკა, ხო, რაც ამერიკის ნაწილია. ანუ ეს არქტიკული სამხედრო და მილიტარისტული შეიარაღება, რაც რუსეთს აქვს დაწყებული და ჰქონდა, არ იყო სრულიად დაბალანსებული დასავლეთისგან. და ეხლა სხვადასხვა ნორდიკულმა სახელმწიფოებმა, რაც იმის მიუხედავად ევროპაში ძალიან ბევრი უკმაყოფილება იყო ამ განვითარებასთან, ნორდიკულმა სახელმწიფოებმა გამოთქვეს გარკვეული ერთგვარი კმაყოფილება, რომ ამერიკამ ამ მხრივ რუსეთზე გააკეთა დაწოლა და აიმაღლა ხმა იმ კუთხით, რომ აი რუსეთი ამას აკეთებს ამ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ხა ტრამპის რიტორიკა გავიგეთ, რთულ ცოტა ხანი გოზომა გადავდოთ და საქმეში რო გადაითარგმნოს ეს ყველაფერი რეალურად გამოდის სწორედ რუსეთის დაბალანსება აი ამ არქტიკული სამხედრო ბაზების მეშვეობით.